ეს ვიდეო ბლოგი უფრო ეხება მიმდინარე პროცესებს, რაც საკვირველია, მაგრამ ორ ამბავს. პირველ ყოვლისა თეატრ ლუკიანს ამ ჯალად ქალს, რომელმაც გუშინ თუ გუშინ წინ ამ კომისიაზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და რომელსაც თუ არ ვცდები ჰქვია ასე, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, შესაძლოა სხვაგვარადაც ჰქვია, მაგრამ ამ კომისიის მიზანი არის, რომ როგორმე დასაჯოს, გაანადგუროს, გააუქმოს და ადანაშაულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სამშობლოს ღალატში დასდოს ბრალი მის ლიდერს ან სხვა მნიშვნელოვან პერსონებს ამ პარტიიდან და არა მხოლოდ ამ პარტიიდან, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ, ეგრეთ წოდებულად აფილირებულ პარტიებს, ანუ ყველას, ვისაც კი გამარჯობა უთქვამს მიხეილ სააკაშვილისთვის ან ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერისთვის. ამ კომისიას ხელმძღვანელობს ეს ჯალათი ქალი თეატრ ლუკიანი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, უკულტურო მინისტრი, ასე ვიტყვი და ცინიზმით გამორჩეული პოლიტიკოსი, კი არა პოლიტიკოსად წოდებული რუს-ქართველა პოლიტიკოსი, ქართულგვარიანი. ხო და ცინიზმით გამორჩეულმა თეატრ ლუკიანმა რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ გააკეთა კიდევ ერთი მორიგის სამარცხვინო განცხადება, რომელიც ესე ყურადღების მიღმა დარჩა საზოგადოების ერთ ნაწილს სხვა მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა აქტუალური მოვლენებიდან გამომდინარე. საქმე ეხება გეხსოვებათ თქვენ ამ 4-5 დღის წინ დააკავეს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია რომ დააკავეს, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იზოლატორში, შელახეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა მიაყენეს. ფსიქოლოგიური ზეწოლაც იყო ქალბატონ ელენეზე, 4 შვილის დედაზე, არაჩვეულებრივ მეუღლეზე, არაჩვეულებრივ შვილზე, არაჩვეულებრივ მოქალაქეზე. სურო ცუდი მოქალაქე იყოს, ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, შელახვა ადამიანის ამ მოქალაქისა ასაკვირველი არ შეიძლება, მაგრამ აი ელენე, რომელიც არის არაჩვეულებრივი მოქალაქე და კარგი ადამიანი, მასზე იყო ეს ფსიქოლოგიური, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლები და ფსიქოლოგიური ფუშინგი იმისთვის, რომ ის გაეტეხათ. მაგრამ ყველაფერთან ერთად ელენე ხოშტარია სრულიად გააშიშვლეს. წარმოიდგინეთ, ეს არის 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის პრაქტიკა. 50-იან წლებში ხდებოდა ამგვარი რამე. საბჭოთა კავშირში, საბჭოთა რუსეთში, კი არა, პოსტსაბჭოთა რუსეთში ეს იშვიათად ხდებოდა, პუტინის რუსეთში ხდება. ხდება აგრეთვე ჩრდილო კორეაში, სულ უფრო იშვიათად, იმიტომ რომ იქ წინააღმდეგობის გამწევი არც არავინ არ არის. ელენე გააშიშვლეს და აი ასე ეცადნენ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას. ეს ყველა მოქალაქისათვის დამოუკიდებლად იმისათვის, როგორი პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეს, დროას მომხრეს, ლეიბორისტული პარტიის მომხრეს, არ ვიცი, ტრადიციონალისტთა კავშირის მომხრეს ესეთი პარტია აღარ არსებობს. რა ვიცი, გირჩიმელი თავისუფლების მომხრეს, ლელოს მომხრეს თუ ძლიერი საქართველოს მომხრეს. მოკლედ, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც დემოკრატიულობის ნასახი, იოტისოდენა დემოკრატიულობა შერჩენია და ემპათია რასაკვირველია, თუ ის ადამიანია, ეს ფაქტი უნდა აღაშფოთებდეს წესით. მათ შორის უნდა აღაშფოთებდეს წესით და რიგით ქართული ოცნების, არა მხოლოდ რიგით მომხრეს, არამედ ქართული ოცნების ლიდერებსაც კი შესაძლოა მათ საჯაროდ ამაზე არის საუბრო, მაგრამ ბალიშზე თავდადებულებმა საკუთარი ოჯახის წევრებთან, მეუღლეებთან, ასე მაგალითად, ის კი უნდა თქვან, რომ აი რა უბედურება, რა შელახვა ადამიანისა. თუ საბოლოოდ არ აქვთ მათ ნამუსი გაწყვეტილი, ეს ამას რო არ გააკეთებს, ასე მაგალითად მამუკა მდინარეძე ბალიშზე თავდადებული, ეს გასაგებია, მაგრამ აი გვარი და სახელი რომ არ გვახსენდება, რომელიმე რიგითი დეპუტატისა, პირობითად 75-ესი 89-დან გვარი ოღონდ არ მახსოვს და არ აქვს მნიშვნელობა გვარს.
ხო ის კი ოჯახში მაინც უნდა საუბრობდეს, თავის მშობლებთან მაინც უნდა საუბრობდეს, რომ პრინციპში დედა და მამა, ჩემო ძვირფასო შვილებო, ჩემო ძვირფასო მეუღლევ, მე ამას პრინციპში არ გამთქვათ, მაგრამ არ ვეთანხმები ეს. პრინციპში ძალის გადამეტებაა, ეს პრინციპში არასწორია, მაგრამ აი ვერ ვუხერხებთ, მაგრამ უნდა მოვუხერხოთ. რაღაც სიტყვებს უნდა ამბობდნენ. თეატრულუკიანს არ უნდა მოსთხოვო, რასაკვირველია, როგორც ქალს ემპათია ქალის მიმართ, როგორც პოლიტიკოს ემპათია ოპონენტის მიმართ, როგორც საჯარო პირს რაღაც ემპათია იმ პირების მიმართ, რომლებიც მას და მის მმართველს ბიზინე ივანიშვილს ებრძვიან. მაგრამ ის კი მაინც უნდა სთხოვო, ან მოსთხოვო, რომ როგორმე დადუმდეს მაინც. ხო და აი ამ თეატრულუკიანმა რამდენიმე ხნის წინ ერთ განცხადებაში ორი აღმაშფოთებელი რამ თქვა. ელენე ხოშტარიაზე თქვა, რომ ეს ის ელენე ხოშტარიაო, რომელმაცო ქართული ჯარის დანგრევას შეუწყო ხელი 2004 წლიდანო. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. და იმ ხანად ის ჩაცმულდახურული იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ცინიზმი და შეურაცხყოფა ადამიანისა და მოგიდებლად იმისა, ის ადამიანის მოქალაქე შედი ოპონენტია თუ არა. ანუ ნახეთ ერთგვარად მიგანიშნებს, რომ ის რაც უქნეს ელენე ხოშტარიას წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციის განყოფილებაში, ეს ძალიან კარგი საქციელი იყო ამ ჯალათი რუსული ოცნების წარმომადგენელი თეატრულუკიანის მიერ, თეატრულუკიანის აზრით ეს იყო ძალიან კარგი ქმედება. არა, ის კი გახადეს, ის კი გააშიშვლეს, მაგრამ ამით არც არაფერი დაშავებულაო, ევროსაბჭოში აქვს ნამუშევარი ამ ქალს და დასავლეთში აქვს მიღებული განათლება. რატომ იყო თქმული ეს წულუკიანის მიერ? თუ ვინმეს გონია, რომ წულუკიანს არ ესმის, რამდენად ღირსებას რო ლახავს, ღირსების შემლახველი ქმედება პოლიციელთა მიერ, პოლიტიკოსის ან მოქალაქის გაშიშვლება და ასე შეურაცხყოფა, თუ ვინმეს გონია, რომ თეატრულუკიანს ეს არ ესმის, არა, მეგობრებო, შესანიშნავად იცის, იმიტომ რომ მას რაღაც 7 წიგნი მაინც აქვს საკითხული ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ამას აკეთებს აბსოლუტურად შეგნებულად, იმიტომ რომ ამ სტანდარტს აწესებს საქართველოს ხელისუფლება და ეს დაწესებული სტანდარტი, რომ პატიმარს შეიძლება ასე მოექცე, ღირსება შეულახო, შეურაცხყოფა მიაყენო, მიაჭიკარტო, ეს სიტყვა მიყვარს და წამებასთან გათანაბრებული ქმედებით გამოირჩე მის ანუ პატიმრის მიმართ, ხო, აი სტანდარტი უნდა იყოს ძალიან დაბალი და საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აი ოპონენტს, მით უმეტეს ამგვარ ოპონენტს, როგორც ხალბატონი ხოშტარია, ყველაფერი ეკუთვნის, ყველაფერი მოსულა, მათ შორის გაშიშვლებაც მოსულა, რომელიღაც ეტაპზე პირობითად რომ გაამათრახონ რომელიმე პოლიტიკოსი შეიძლება თეატრულუკიანმა გაამათრახონ პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ სახრე გადაუჭირონ სურგზე ან მათრახი ან წკეპლა, ხო თეატრულუკიანმა ესეც კი გააბართლოს და გააბრაოს და თქვას, რომ იმ ხანაც სულაც არ ურტყავდნენ ასე მაგალითად იმავე ელენე ხოშტარიას, მაგრამ იმ ხანად ხომ ის რაღაც ამას ჩადიოდა, ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ჯარს ანგრევდა. ასახელებს ჯარის დანგრევასთან დაკავშირებით წულუკიანი ჯალათი 2004 წელს. მე მინდა შეგახსენოთ 2004 წელი არის პირველი წელი ვარდების რევოლუციიდან. მე მინდა შეგახსენოთ, რომ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსებმა ჩვენთან მოითხოვეს სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პრობლემების გამო, მათი პრობლემების გამო მოითხოვეს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა და ძალიან ბევრი იმ ხანათ ამ შევარდაძის პერიოდში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მმართველობის წარმომადგენელი იყო მომხრე, რომ რუსეთთან ერთად გაკეთებული იყო ანტიტერორისტული ცენტრი და ამ ანტიტერორისტული ცენტრი რეალურად იქნებოდა კიდევ ერთი სამხედრო ბაზა რუსეთის ფედერაციისა საქართველოს სიღრმეში. მოხდა ისე, რომ შევარდნაძის
გონივრული პოლიტიკის შედეგად და იმ ფრთის პოლიტიკის შედეგად, რომელიც დასავლურ ფრთას წარმოადგენდა შევარდნაძის ხელისუფლებაში, ანტიტერორისტული ცენტრი არ შევაქმნევინეთ, შევარდნაძეს აქვს არაჩვეულებრივად ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით მისი პასუხი პუტინისადმი და ანტიტერორისტული ცენტრი კი არ შევაქმნევინეთ და ამერიკელებს ვთხოვეთ, რომ მათ დაეწყოთ ცვლისა და აღჭურვის პროგრამა და ასეც დაიწყო საქართველოში ცვლისა და აღჭურვის პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იყო ჩვენი ჯარის მშენებლობაში. იმ ჯარისა, რომელიცაც ჰქონდა ერთგვარი დამარცხების სინდრომი, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში 13 თვე და 13 დღე, ანუ 14 ივლისიდან 14 აგვისტოდან 92 წლისა 27 აგვისტომდე 93 წლისა, ანუ 13 თვე და 13 დღე აფხაზეთში ჩვენ როგორღაც აი ამ პირტიტველა ან გამოუცდელმა ჯარისკაცებმა წინააღმდება გაუწიეთ ელცინის რუსეთს და გრაჩოვის რუსეთს და ოკუპანტებს, რომლებიც მაშინ ჩვენს დასასჯელად შემოვიდნენ 90-იან წლებში და წააგოღლიტეს კიდეც დროებით რასაკვირველია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ ეს შევარდნაძის პერიოდია, ჩვენ ვიწყებთ ჯარის მშენებლობას და უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ჯარის მშენებლობა გრძელდება კი არა, ძლიერდება ან ძლავრდება 1-2-ად, 1-3-ად, 1-4-ად. წარმოიდგინეთ, იმდენად ძლავრი შეიარაღებული ძალები გვყავდა ჩვენ შევარდნაძის შემდგომ პერიოდში, რომ ამ შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. ეს პირველ ყოვლისა რასაკვირველია და სასახლებელია ერაყი და მასზე მნიშვნელოვანი ავღანეთის აისაფის ოპერაცია, სადაც 16,000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა საქართველოსთან და ვინც ამბობს დამოუკიდებლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომ აი ჩვენ ამდენად სერიოზული როლი ვითამაშეთ საერთაშორისო უსაფრთხოებაშიო, ის ვინც ამბობს რასაკვირველია მართალი. უბრალოდ მართალი სხვა რამეში არ არის ქართული ოცნება, როდესაც ამ ფაქტის კონსტატაციის შემდეგ უკვე სხვა რამეზე გადადის და სხვანაირ კუდებს აბამს. მაგრამ ახლა ჩვენ ქართული ოცნების სხვა წევრთა არასწორ განცხადებებს არ განვიხილავთ, ჩვენ განვიხილავთ თეატრულუკიანის ფრიად დამაზიანებელ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, როცა მან ჩაცმულ და ხურული უწოდა, აქ იგითხარით კიდეც ელენე ხონშტარიას, იმხანად ჩაცმულ და ხურული იყო, თუმცა ქართულ ჯარს კი ანგრევდა 2004 წლიდან. აი 2004 წლიდან ქართული ჯარის მშენებლობა გაორმაგდა, გასამაგდა, გაძლიერების ტემპი გასამაგდა და რომელიღაც ეტაპზე ქართული ჯარი ჩაითვალა ნატოს სტანდარტების, ხოლო ამ ხელისუფლების პირობებში, დასაწყისში ნატოს სტანდარტების შეიარაღებულ ძალად, რომელსაც აქვს ის უნარები, ის თვისებები, ის გამოცდილება, ის აღჭურვა, წვრთნის დონე და ასე შემდეგ, რაც აქვს როგორც წესი საშუალოდ, რაც აქვს საშუალო სტატისტიკურ ნატოს წევრ სახელმწიფოებს. შესაძლოა კი არა ნამდვილად ჩვენ ასე მაგალითად ნატოს წევრ ბრიტანეთს ჩამოვრჩებით, შეერთებულ შტატებს მით უფრო, მაგრამ აი ნატოს რიგითი, მოდი ასე დავარქვათ, წევრ ის სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებზე უკეთესი შეიარაღებული ძალები კი გვყავდა ყოველ შემთხვევაში იმხანად. ხო და თეატრულუკიანება თქვა, რომ 2004-დან 12-მდე ეს ჯარი ჩვენი შეიარაღებული ძალები ინგრეოდაო, რაც ტყუილი კი არ არის უბრალოდ, არამედ უბრალოდ ტყუილი კი არის, ეს არის მავნებლობა და დანაშაული, კარგად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ქართული ჯარის მიმართ თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ტყუილი და მავნებლობა. 2012 წლიდანაც ერთი ხანობა გაგრძელდა ჩვენი ჯარის მშენებლობა, ერთი ხანობა კვლავ ვიმეორებ. მე ალბათ ამას დავარქმევდი ორი მინისტრის ხანმოკლე პერიოდს. ეს არის პირველ ყოვლისა პირველი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მესამე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. უკვე შემდგომ პერიოდში რასაკვირველია საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დაკნინება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა ურიგებს ასე მაგალითად ბინებს და უზრდის ასე მაგალითად ხელფას შემოსავალ პენსიას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ხელფასი ან ბინა
უზრუნველყოფილი, ბინა უზრუნველყოფილი ჯარისკაცი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მზადმყოფი ჯარისკაცია. აღარ ვლაპარაკობ ბოლო პერიოდზე, ჯუანშერ ბურჭულაძის მმართველობაზე და მისი მემკვიდრის, რომელიცაც ძალიან ხშირად ვახსენებ და ახლა უკვე გვარსაც არ ვახსენებ, მის გვარსაც ის გარკვეული ალბათობით მისმენს და უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს ამ სიმართლეებს იმის საუბარზე, რომ ის არის სამწუხაროდ არის ქართული ჯარის დამანგრეველთა სიაში, ხო, ამას ამ სიახლეს ჩემგან პირადადაც მოისმენს, თუ ამის შესაძლებლობა მექნება მე. ეხლა თეატრულუკიანს მიუბრუნდეთ, ანუ თეატრულუკიანი ამბობს, რომ ინგრეოდა 2004-დან ვიდრე 2012-მდე. და მინდა შეგახსენოთ, რომ ამასობაში გარდაცვლისა და აღჭურვის პროგრამისა სხვა პროგრამებით ჩაირთო, მათ შორის ამერიკელთა თანამონაწილეობით. სწორედ ამ პერიოდში შემოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებული ძალების წარმომადგენლობები საქართველოში და ისინი საქართველოში ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად აწყობდნენ წვრთნებს და არაერთი წვრთნა გაიმართა სხვადასხვა მინისტრების უმრავლესობა სააკაშვილის პირობებში თუ ყველა არა თავდაცვის მინისტრებს გულისხმობ მე არ მომწონდა ამას ვამბობ გულახდილად ბევრმა მათგანმა იცის კიდეც ჩემი დამოკიდებულება პერსონალური მე მithქვამს 1-2-ისთვის რომ მათ მინისტრობას და მათ თავკაცობით თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას მე არ ვემხრობოდი და ეს კრიტიკა მათ მოусმენიათ ჩემგანაც, თუმცა ბიჭებმა 2008 წელს აი იმ ბიჭებმა, რომელსაც აკრიტიკებს თეატრულუკიანი და დანგრეულს უწოდებს თავდაცვის უწყებას, იომეს 2008 წელს ეს ის ყველამ დღეს მოქმედმა პირმაც თავდაცვის უწყებაში ვინც არის და თავდაცვის ძალებიდან წასულმა პირებმაც, რომელთა ნაწილიც უკრაინაშია, რომელთა ნაწილიც ევროპაშია და გარკვეული ნაწილიც არის ოკეან გაღმაში ერთებულ შტატებში. მე ყველას ვუთვლი, ეგრა მაგის პასუხია მოკითხვას არა მხოლოდ შეერაღებული ძალებიდან წასულებს, არამედ დღესაც ვინც არიან გულანთებული პატრიოტები შეერაღებულ ძალებში, ვინც მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველოს ჯარმა იომა და მე გეტყვით, რატომ იომა, ქაოტონ წულუკიანს ჯალათს მე რასაკვირველია არ მივმართავ, უბრალოდ ვისაც გონია რომ ეს განცხადება ამ ჯალათი ქალისა იყოს სწორი, მათ უფრო მივმართავ, ისინი უფრო არიან ადრესატები. იომა ქართულმა ჯარმა, იომა ქართულმა სახელმწიფომ ბევრი შეცდომის მიუხედავად, ბევრი არასწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, უშუალოდ შეერაღებული ძალების ოცეულების, ასეულების დონეზე რა მნიშვნელობა აქვს ბატალიონი, რა მნიშვნელობა აქვს. იომა და ჩვენ რო წარმატებულნი ვართ, კი არა, ჩვენ რო არ დაუმარცხებულ ვართ, ამის ნათელი ადასტურებაა ის, რომ რუსებს არაუფრიალებიათ საკუთარი ქვეყნის სამფერად დროშა დედაქალაქის ცენტრში, რეალისი გაკეთებაც მათ რასაკვირველია უნდოდათ, ისევე როგორც უნდოდათ და უნდათ კიევის აღება დღეს და ახლა 2022 წლის 24 თებერვლიდან. ამიტომ მე შეერაღებულ ძალებს მივმართავ, კი ახმამაღლდა რამდენიმე ოფიცერი, ახმამაღლდა რამდენიმე პირი, მაგრამ შეერაღებულ ძალებს მივმართავ უფრო მეტად ახმამაღლებისაკენ მოუწოდებ ოფიცრებს, ჯარისკაცებს, კაპრალებს, სხვა სამხედრო ჩინის წარმომადგენლებს, წევრებს თუ წარმომადგენლებს და უნდა იცოდეთ, რომ აი ესე ვითომ ირიბად თქმული და ვითომ ელენე ხოსტარიაზე თქმული რეალურად თქვენზე გადავლაც არის, იმიტომ რომ საქართველოს ჯარის რეპუტაციის შელახვა უნდა კონკრეტულად წულუკიანს, რასაკვირველია კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილის და შესაბამისად FSB-ს დავალებით. მე ახლა მეორე თემაზეც მინდოდა საუბარი, ეს არის პირველი თემა, რაზეც ვისაუბრე, ახლა მეორე თემაზეც მინდოდა საუბარი, მაგრამ 19-20 წუთია გასული პრაქტიკულად და კეთილი მე შევეცდები, რომ დაახლოებით 60 წუთში ჩავატიგო ჩემი სათქმელი. დიდი ამბებია არის და არ სრულდება ეს თემა სალომე ზურაბიშვილი versus ნაციონალური მოძრაობა, ან versus ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილი versus ნაციონალური მოძრაობა, ესე ვთქვათ. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა იმ პლატფორმას დაუჭირა მხარი, რომელიცაც ქმნის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი. თუმცა ეს კითხვები, რომლებიც არის საზოგადოებაში მის მიმართ და კრიტიკული აზრი გაჩენილი მის წინააღმდეგ,
კვლავაც აქტუალურია. მე ვისურვებდი რასაკვირველია რომ ეს კითხვები პასუხგაცემული ყოფილიყო, ჯერ დასმული ყოფილიყო ადრე. მე პასუხგაცემული ყოფილიყო ადრე და ახლა როცა ერთიანობის დრო არის და ყველაზე კარგად იკვეთება ამ ერთიანობის აუცილებლობა, ამგვარ საკითხებზე არ ამახვილებდეს ყურადღებას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია. თუმცა ეს პოლიტიკური პარტია, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ ესე რომ ხელში ამოვიდაო სალობე ზურაბიშვილის ეს მოკიბული ან არაფრის თქველი საუბარიო. აქედან გამომდინარე, მოდი ჩვენ დავიწყებთ უკვე სალობე ზურაბიშვილის კრიტიკასო და გულში მჯიხს იცემენ და აი ხა ჩვენ ავიღებთ ლიდერობას. სამწუხაროდ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიდერობა რაც არ უნდა მოინდომოთ რომ აიღოთ უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას და როგორც მე ვხვდები ერთ პარტიას კიდევ, როგორც მე ვხვდები ან ერთთან ორ პარტიას, ეს ლიდერობა არ გამოუვა. ცალკერძ ესე სეპარატულად რომელიმე ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ლიდერობა ან პროცესის წარმართვა არ გამოუვა. ეს რომ ვიცოდე, ვინც რადიკალიზაციას ითხოვს უკვე ხვალზეგ, ისინი დაიხევენ უკან, ამასაც გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ცოდნიდან თუ ჩემი თუნდაც ესე ვიტყვი ინფორმირებულობიდან გამომდინარე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი აბსოლუტურად მართალია ამ პროცესში. აქ იგით ხარით წინა ბლოკშიც, რომ სალობე ზურაბიშვილს უნდა გადაედგა თავის დროზე ამგვარი ნაბიჯი, რაღაცა დაწერა ის წიგნი, რაც დაწერა, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზით ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უკვე შემდგომ 2018 წლის შემდგომ, მოდი ასე ვიტყვი, მას ჰქონდა არაერთი შანსი, რომ გამოესწორებინა ეს საკუთარი ნათქვამი, ან განემართა იმგვარად, იმგვარი ინტერპრეტაციით, რომ უკვე სადავო მასთან აღარ ყოფილიყო. მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა ეს აქ იგითხარით კიდეც კვლავ გავიმეორებ სამწუხაროდ არ გააკეთა. ეხლა ნაციონალური მოძრაობა კიდევ იმიტომ მაკვირვებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ესეთი მოღალატე იყო, მაშინ როცა ის პრეზიდენტი იყო, ანუ პრეზიდენტის სასახლეში იყო და ქართული ოცნებას როცა მას აღიარებდა, სწორედ მას აღიარებდა პრეზიდენტად, რას დადიოდით და ლოცვილებოდა, რას ართმევდით ხელს და რას აწერდით ხელს მის მიერ შემუშავებულ ცუდ თუ კარგ დოკუმენტებს, ასე მაგალითად ქარტიას. ეს ეჭვს გვიჩენს, რომ თქვენი მიზანი იყო საუბარი სალობე ზურაბიშვილთან მხოლოდ ერთ საკითხზე, გამოუჟრო მას გამოეშვა მიხეილ სააკაშვილი, ასაც ვერც ახერხებდა თლად გულახდილებით თუ იქნებით, თუმცა მე კიდე გავიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ახერხებდა, მას ის შეწყალების აქტი სწავებაზე უნდა მიეღო, იმ შეწყალების აქტის სწავებაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. მაგრამ მე არა მიგონია, რომ სწორი იყოს ახლა დაპირისპირება, მაგრამ აი სალომე ზურაბიშვილმა შეკრიბა, არ მინდა შემეშალოს, ეს არის ძლიერი საქართველო, ანუ ლელო და ხაზარაძის ჯგუფი. ეს არის გახარიას ჯგუფი 2. ეს არის პრაქტიკულად არარსებული, ცოტა გამეცილე რომ წავიკითხე, ევროპული საქართველო, რომელიც გუშინ ნაციონალურ მოძრაობასთან იყო. გუშინ ბოკერიას პარტია, ბოკერია იყო ამ პარტიაში. და სექსად არის, არ ვიცი დღესად არის, კარგად ამოკლე ევროპული საქართველო. არ ვაკნინებ ევროპულ საქართველოს, როგორც არის. ხო. ეს არის ფედერალისტები, გავიხსენოთ ბარემ. ანუ მოდი ახლა ესე თქვა, არა ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, არამედ ჩერგოლეიშვილი ბოკერია, თუმცა იქ სხვაებიც არიან. საკმაოდ საინტერესო ლიდერები, მაგრამ ნუ მაინც მეტნაკლებად უცნობები საფართო საზოგადოებისათვის. ესე იგი ეს 4 ვთქვი. ეს არის დროა, გამიკვირდა ქალბატონი ხოშტარიას მე ერთად ვახსენებ დღეს. გამიკვირდა რომ მასთან ერთად არ არის ზურა ჯაფარიძე, ანუ ზურა ჯაფარიძე არ არის ამ პლატფორმაზე და ნიკა გვარამია კი კრიტიკით გამოირჩევა ამ პლატფორმის მიმართ. პლატფორმის კიდე სალობე ზურაბიშვილის ინიციატივების მიმართ. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ ეს სამეული გვარამია ჯაფარიძე ხოშტარია შესაძლოა დაიშალოს კიდეც. მაგრამ ხოშტარიაც არის ამ პლატფორმაზე. და ასე შემდეგ. კარგია ეს პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა, წინააღმდეგობის მოძრაობა, წინააღმდეგობის რაღაცა ციტადელი, რაც გნებავთ ის დავარქვა. კარგია. მაგრამ კარგი იქნებოდა და უკეთესი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ კოორდინირებული იქნებოდა ქმედები. საზღვარგარეთ ჩვენ არ გვიჭირს მეგობრებო, ქალბატონი ზურაბიშვილი საკმაოდ კარგად უზრუნველყოფს ქართული ხელისუფლების ეფექტურად, ქართული ხელისუფლების არაღიარების, ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკას, ასე მაგალითად საფრანგეთში, ან მთლიანად ევროკავშირში და შეერთებულ შტატებშიც. მაგრამ აი საშინაო პოლიტიკაში კი გვიჭირს და ჩვენ გოჩა საითიძემ დაწერა არაჩვეულებრივი პოსტი და მე ყველას გირჩევთ,
ხო, ჩვენ მეტი და მეტი კრეატივი გვჭირდება ამგვარ აქციებზე. 31 მარტის აქცია ამ თვალსაჩინო მართლა ჩავგვივარდა, როდესაც სამსოლო პარტიის შესაძლებლობა მივეცით სალობეზრობიშვილს, რომელმაც არსებითად პრინციპში მართალია მისი კრიტიკოსთა ერთი ნაწილი არსებითი პრინციპში არც არაფერი თქვა. მაგრამ მე არ მინდა რომ ეს თვითონ ჩემი მონოლოგი ხო იყოს რაღაც დააპირისპირებაზე მარილის დაყრა. მე სხვა რამის თქმა მინდა. რას გუშინაც ვეცადე რომ მეთქვა დღეს სტატუსიც დავწერე ამასთან დაკავშირებით. ეს სტატუსი მე გადაუგდე სხვათა შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ანუ მივაწოდე ერთ-ერთ პოლიტიკოს, აი მეორეს არ დავასახელებ, ანუ სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი ეხა პოლიტიკოსი ეს პერსონიფიცირებულად არ მინდა დავასახელო. არ ქონია ალბათ პრეზიდენტს დარწმუნებული ვარ ის თავადაც ფიქრობს რაღაც გავსცე და ასე შემდეგ. ხალხო ხომ არ სჯობს ამ კინკლაობას დავწეროთ უხეშად რაღაც 15 პუნქტიანი ღირებულებითი ქარტია დავარქვათ თუ გნებავთ ან დეკლარაცია დავარქვათ თუ გნებავთ პოლიტიკოსებისა პარტიულ პოლიტიკოსებს გულისხმობ პარტიებისა თუ გნებავთ ესე ვიტყვი ანუ ხაზარაძე კახარია სხვები და სხვები გვარამია ნაციონალური მოძრაობა ფედერალისტები ლეიბორისტები თუ გნებავთ და ასე შემდეგ ვისაც დასავლური ღირებულებები აქვს და ასევე ინდივიდები შეუერთდნენ ამ დეკლარაციას. თქვა ქარტიას. და ამ ქარტიაში იყოს ამგვარი რაღაც 15 ძირითადი მუხლი. ხა მე 15-ს არ ჩამოვთვლი, მაგრამ აი 3-4-ს კი ვიტყვი. მაგალითად, ეს იქნება სხვაშორის სალომე ზურაბიშვილის ის ბოდიში, რომელსაც ესე დაჟინებით ითხოვს ნაციონალური მოძრაობა. დაიწერო სამგვარი წინადადება, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი რახანია 90-იანი წლებიდან და მოუკიდებელ საქართველოს გულისხმობ, თორე მანამდე ცხადია ოკუპანტი იყო და 2008 წლის ომში ცალსახა დამნაშავე, ერთადერთი დამნაშავე აი რუსეთის ფედერაცია. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს აწერს ხელს, ეს უნდა ჩავუთვალოთ ერთგვარ პოზიციის ცვლილებათან ბოდიშად თუ გნებავთ თუ მაინც და მაინც ესეთი ვნებითი დამოკიდებულება აქვს სიტყვისადმი ბოდიში უნდა ჩავუთვალოთ რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმული სინანული ბოდიში. მეორე მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი დამოუკიდებლად იმისა რა დააშავა მან ფორმალისტური თვალსაზრისით მას მართლა აქვს დაშავებული მოდი ვიყოთ აღაღიაროთ პიჯაკების საქმე სულაც არ გულისხმობს სულ მინიმუმ საზღვრის უკანონო კვეთას. ხო და აი შემოვიდა როგორც შემოვიდა ის არ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ სუდად იქნა კარგი მე არ ვიზამდი არასწორი იყო გაუთვლელი იყო და ასე შემდეგ მაგრამ აცია და გუნება და მისი გათვლები იყო და მისი კალკულაცია და ჩემი აზრით მომატყუეს მაგრამ ეხლა როგორ დაამტკიცებ ამას ხო და მიხეილ სააკაშვილი ამის მიუხედავად რომ ფორმალისტურად არის დამნაშავე კლავ მეორე ფორმალ ბჭყალებში ხო კანონისმიერად არის დამნაშავე სამართლიანობის თვალსაზრისით ის ისტორიულ სამართლიანობას გულისხმობს ის დამნაშავე ცხადი არ არის და პოლიტიკური პატიმარია. ამიტომ მეორე თუ მეშვიდე თუ მესამე მუხლი უნდა იყოს რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. წარმოიდგინეთ რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს აწერს ხელს ხაზარაძესთან, გახარიასთან, ბოკუჩავასთან, გვარამიასთან, ხოშტარიასთან, ჯაფარიძესთან, სხვებთან ერთად და ეს ნიშნავს იმას რომ ქალბატონ ზურაბიშვილი კვლავ ვიმეორებ მოვთხოვთ მაინც და მაინც ამ სიტყვას ბოდიში მაგრამ ერთგვარად ნანობს არასწორი სიტყვა ერთგვარად ცვლის საკუთარ პოზიციას მის ამნისტიასთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებს პროცესებს მით უფრო რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ ნებისმიერი პატრიოტი გვჭირდება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის არამედ პირველ ყოვლისა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. გადის ამასობაში 30 წუთი და მე კი გიხარით რომ 4 წუთში ჩავეტევი, მე კი ვერ ვეტევი 4 წუთში. მესამე მუხლიც უნდა იყოს მაგალითად ასეთი ჩვენ ქვემორი ხელის მომწერლნი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრეზიდენტი სააკაშვილი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სხვები და სხვები არასდიდებით, არანაირი სოფლიო კონიუნქტურა არ გადაგვახმევინებს ჩრდილოატლანტიკური გზისაგან, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური გზისაგან. მეოთხე ასე მაგალითად უნდა იყოს სამგვარი პუნქტი რომ ჩვენ არასდიდებით არ დავიწყებთ თავდასხმით ომს მათ შორის ბრძოლებს ომს რაც გნებავთ დავარქვათ მათ შორის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ავტონომიურ იმ სეპარატისტულ ოლქსა და რესპუბლიკაში ანუ ცხინვალსა და სოხუმის მიმართულებით თავდასხმით ომს ანუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ ან ვეცდებით აღვადგინოთ მშვიდობიანად
ეს არის პოზიტიური უამრავი სიგნალი, უკვე 4 ვთქვი და ეხლა ჩემზე ჭკვიანები ხო არიან პოლიტიკურ პარტიებში და მათ უნდა ეს ყველაფერი განავრცონ, მაგრამ აი ეს 4, ნუ შესაძლოა სხვა რედაქციით ჩამოყალიბებული ეს მუხლები უნდა იყოს, რომ ლავირების საშუალება ნაკლები ჰქონდეს უტიფარ ხელისუფლებას ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით და ჯალათი და დემაგოგი და ჯალათი და ქართულგვარიანი რუსი სულუკიანით გაგრძელებული და კიდევ უამრავი არიან მათი ლეგიონი არის ბიზინაც სახელი კოლექტიური არის ბიზინან გამობიზინებულები. აი ეს არის ჩემი 30 წუთიანი გადასცდა 30 წუთიანი ვიდეო ბლოგი, ანუ პირველი თეა წულუკიანზე, როგორც ჯალათზე საშინელი განცხადება გააკეთა მან, მათ შორის შელახა და შეურაცხყო არა მხოლოდ ქალი ელენე ხოშტარია, არამედ ქართული ჯარიც, როდესაც თქვა რომ ის დაინგრა 2004 წლიდანო, რეალურად კი მშენებლობა დაიწყო 2001-დან 2002-დან და განსაკუთრებით 2005-დან 5-დან ესე ვიტყვი და მეორე თემა იყო ის რომ აი ეს გავიგე პლატფორმა, გავიგე ნაცები ებრძვიან სალომეს, ვიღაცა სადანაშაულებს, გავანებოთ ამასთავი, იქნება ვორიენტირდეთ მომავალზე, მე გთხოვთ რომ წაიკითხოთ გოჩა საითის რომ დამავიწყდა. ჩემი მეგობრის გოჩი ისტორიკოს გოჩა საითის არაჩვეულებრივი სტატუსი, რას ელოდა ის 31 მარტის აქციიდან და რა მიიღო, მაგრამ ოპტიმიზმით როგორ არის ახსოვსე მათ შორის გოჩას იმიტომ რომ ჩვენ რაღაც გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთზე არ უნდა დავიბოღმოთ, ერთმანეთი არ უნდა ჩავზიროთ მოცემულ ისტორიულ ეტაპზე, იმიტომ რომ მდგომარეობა იცით თქვენ ისედაც არ გვაქვს კარგად. ხო, საქართველო კი გაიმარჯვებს. ესეც არის, ნახვამდის.